2020 წლის მასწავლებლების სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 27. ნახატზე ნაჩვენები გადაბმული ზამბარების სიხისტეებია A, 6K და 3K. მოცემული გვაქვს K1 პირველი ზამბარის სიხისტე არის A სტოლიო, K2 მეორე ზამბარის სიხისტე არის 6K სტოლი და შესაბამისად მესამე ზამბარის სიხისტე არის 3K სტოლი. ეს სამაგრზე მოდებული ვერტიკალურად ქვევით მიმართული ძალის მოქმედებით იგი გადაადგილებულია x მანძილით. რა მანძილითაა გადაადგილებული a სამაგრი, ზამბარების მასები უგულებელყავით. ხო, კიდევ ვიცით რომ მთლიანი სისტემაა. რაღაც f ძალით, f ძალას თუ მოვდებთ, გარკვეულ f ძალას თუ მოვდებთ, მაშინ ის გადაადგილდება x მანძილით. და გვაინტერესებს აი პირველი a წერტილში, მოდი x1 დავნიშნოთ, x1 ან a წერტილი რამდენიც წაინაცვლებს, როცა f ძალის მოქმედებით მთლიანი სისტემა x ძალით არის წანაცვლებული. ხო, მოდით ეს ცოტა გავადიდებ ახლა ამას. ასე. გვერდზე მივუხატოთ იგივე, თუე f ძალის მოდების შემდეგ, რაც მოვიდოდა სისტემას ისეთი ზამბარა. ესე გვაქვს მიმაგრებული. ბატონო, ეს წაგრძელდა რაღაც სიდიდით, საბამისად. მეორე შემთხვევაში წაგრძელდებოდა. ეს არის a წერტილი, ეს არის b წერტილი. ეხლა რა არის a სიდიდე? x სიდიდე. x სიდიდე არის აი რამდენითაც წაგრძელდა ეს ჩვენი მთლიანი ზამბარა. აი ეს არის x. ხო, რაც შეეხება x1-ს, ესე იგი a წერტილი რამდენით წაგრძელდა, მაგას გეკითხებიან. იქნება აი ეს მანძილი, ექნება შესაბამისად აი ამ მანძილს ვიკითხებიან ჩვენ x1-ს. მოდ ნავითვალისწინოთ რომ b წერტილში ამ სისტემაზე მოდებული გვაქვს გარკვეული f ძალა. ეხლა ამ f ძალის მოქმედებით f-ი უდრის პირველი ზამბარის შეავიწრება დრეკადობის ძალას, სწორედ ამ f ძალის მოქმედებით, რომელიც ტოლი იქნება k1 x1-ის. შესაბამისად მეორე ზამბარში წავიძრება f ძალის მოქმედებით k2 x2 დრეკადობის ძალა და f ძალის მოქმედებით მესამე ზამბარში წავიძრება შესაბამისად k3 x3 ძალა. ეხლა რადგანაც ეს სამი ერთმანეთის ტოლი არის, აქედან გამოგვდის ჩვენ რომ k1 x1 უდრის k2 x2-ს და ეს უდრის k3 x3-ს. საიდანაც თუ შევიტანთ მნიშვნელობას, გვექნება k1 არის k-სტოლი, k x1 ეს ტოლი არის k2 არის 6k x2 შესაბამისად და ეს ტოლი იქნება k3 3k x3. მოდით ახლა ეს k-ები შევკვეცოთ და რა გვაქვს აქეთ გადმოვალ, ესე იგი ჩვენ დაგვრჩება რომ x1 უდრის 6 x2-ს და ეს უდრის 3 x3-ს. ეხლა ეს ცდელობა გვეუბნება იმას, რომ თუ x1 რაღაც დილით წანაცვლა, შესაბამისად x2 6-ჯერ ნაკლები წანაცვლება, ხოლო x3 3-ჯერ ნაკლები სიდიდით. ასე რომ რა გამოგვდის ჩვენ რომ ამასთან თუ გავითვალისწინებთ რომ x-ი ამ შემთხვევაში ტოლი იქნება x1 პლუს x2 პლუს x3 და ჩავსვათ, ჩვენ ვეძებთ ამ შემთხვევაში x1-ის ტოლი არის. ანუ x-ი ტოლი იქნება x1 დამატებული x2 აქედან იქნება x1 შეფარდებული 6-თან, დამატებული x3 იქნება x1 შეფარდებული 3-თან. ეს ტოლი არის გავერთმნიშვნელიანად ახლა მოდით 6 იქნება საერთო 6x1 პლუს x1 პლუს 2x1. ეს ტოლი არის 9x1 მე-6. ესე იგი x-ი ტოლი ყოფილა 9. მოდით ბარემ შევკვეცოთ, ეს იქნება 3/2 3/2 x1, საიდანაც ჩვენი საძიებელი x1-ის მნიშვნელობა ტოლი ყოფილა 2x3. პასუხი E.